ზემშვიდობისა, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, რადიომედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას 16 საათი 15 წუთი გახლავთ და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ასევე სოფლიო გლობალური თვალსაზრისით მიმდინარე პროცესებს. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ რადიომედის სტუდიაში ბატონ ირაკლი გოგოს მასმენძლობთ, რომლის ანალიზიც პოლიტოლოგიური შეფასება პროცესების არის ძალიან საინტერესო. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ირაკლი, პირველ რიგში ალბათ ჩვენ არჩევნების შემდეგ პერიოდში აღარ გვისაუბრია და პირველ რიგში გთხოვთ მიმდინარე პროცესების შეფასებას, მით უმეტეს რომ უკვე რამდენიმე დღე გავიდა და საარჩევნო დღე კვლავ რჩება განხილვის საგნად, მიმდინარეობს სამართალდაცვითი მოქმედებები, მეორეს მხრივ ოპოზიციურ სპექტრში არის სხვადასხვა განმარტებები. პროცესებთან მიმართებაში კვლავ გრძელდება იმის გარკვევა თუ რა მოხდა რეალურად, იყო ეს ინსცენირება, იყო ეს ღალატი, იყო ეს რეალობა თუ რა მოხდა. მოკლედ სხვადასხვა ინსინუაციებია, სხვადასხვა შეფასებებია, მაგრამ ფაქტად რჩება 4 ოქტომბერი შედგა ისე როგორც შედგა და ახლა მიმდინარე პროცესები ალბათ უფრო მეტ საშუალებას გაძლევთ რომ გაანალიზოთ საერთო სურათი. კი ბატონო, მივესალმები იმედის რადიოს მაყურებელს და მსმენელს. მოულოდნელობა ნამდვილად არ იყო ის შედეგები, რითაც დასრულდა, თუმცა მართლაც ანომალიური მხარდაჭერა დაფიქსირდა, ეს ცოტა გადაჭარბებით შედეგი მიიღო მართლმა პარტიამ, ეს უნდა ითქვას. იყო მოლოდინი რაღაც 65%, 60-ზე მეტი, რომ დააფიქსირებდა მართველი პარტია, მაგრამ საქართველოს მასშტაბით 80%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ცხადია, ახლა ტრადიციულად ადგილობრივ არჩევნებში 40% პლუს მინუს მონაწილეობს, მაღალი აქტიურობა არ არის, ისე როგორც საპარლამენტოში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ შეძლო თავისი მომხრეების სრული მობილიზება და დანარჩენი ახლა პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც ბჭყალებში პოლიტიკური სპექტრი, ეს ახლა ძირითადად მეხუთე კოლონის ნაწილები არის, რომლებიც იმართებიან უცხო ქვეყნიდან და მათ არც უწარმოებიათ საარჩევნო კამპანიის სიმართლე რო ითქვას კლასიკური, ზოგიერთ საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა და ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ჯგუფები ლეგიტიმაციას არა ქართულ ამორჩევლებში და საქართველოს მოსახლეობაში შეძებენ, არამედ უცხოეთში შეძებენ ლეგიტიმაციას, მაგრამ ეს დრო დასრულდა, ყველას მინდა უთხრა უცხოეთში ლეგიტიმაციას ვინც ეძებს, გინდა დასავლეთი იყოს, გინდა ჩრდილოეთი, გინდა აღმოსავლეთი თუ სამხრეთი, მომავალი, სერიოზული პოლიტიკური მომავალი ამ ქვეყანაში აღარ ექნება და რატო არ ექნება? იმიტომ რომ ქართული ხალხი, ქართული ამორჩეველი გაიზარდა. ვისწავლეთ, ცოდნა შევიძინეთ, გამოცდილება მივიღეთ, ვიცით რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს. ვიცით რომ არსებობს მხოლოდ ეროვნული ინტერესები და ქვეყნების საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ თურმე დაჭირდა ამას რაღაც პერიოდი, რო გვესწავლა ეს ყველაფერი. ვისწავლეთ მგლის ქურქში გახვეული, უпроსტად ცხვრის ქურქში გახვეული მგლის გარჩევა, კეთილის და ბოროტის გარჩევა და ამას დაჭირდა, ერთი თაობა დაჭირდა. ბიბლიური სცენარის არ იყოს ერთი თაობაზე, მეტი იყო 40 წელი ატარა მოსემ თავისი ხალხი, სანამ მივიდნენ დასახულ მიზნამდე. დაახლოებით ასე ვარ ჩვენც, ეხლა იწყება ქართული რენესანსი, ჩემი ღრმა რწმენით. რატომ? იმიტომ რომ ამ პროცესების ფონზე მიუხედავად იმისა, რომ გვებრძვიან, კორტანიან, მიუხედავად ამისა, მოპოვებული იქნა პოლიტიკური სუვერენიტეტი, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ ძალიან. ეს არჩევნები ახლა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ცვლილების არჩევნები არ იყო და ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნების სტატუსი ქონდა, მაგრამ კარგია რომ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც ინდურ კინოში. happy end-ით. იმდენი იმღერეს მეორე ბანაკმა ზღაპრის ბოლო კეთილია, მართლაც ახთარა, ეს ზღაპრის ბოლო კეთილია. რა მივიღეთ შედეგად? მარტივად რომ შევაჯამოთ, ეს არის მეხუთე კოლონის სრული განადგურება და დისკრედიტაცია. სახელებით ვიცით უკვე ვინ არის და ვინ ტრობს ქართულ ხალხს და საქართველოს. მაგრამ ეხლა ეს ამითი არ სრულდება ყველაფერი, ამითი პირიქით იწყება ყველაფერი. ეხლა მოშიშვლებული პოლიტიკური ველი, რომელიც მეხუთე კოლონისგან გათავისუფლდა, ეხლა საჭიროებს შევსებას. პირველ რიგში ხელისუფლებისთვის არის აუცილებელი
რომ გაჩნდეს ევოლუციური გზით გაჩენილი საზოგადოებიდან აღმოცენებული პოლიტიკური ჯგუფები, საზოგადოებრივი ჯგუფები თუ აქტივისტები, რომლებიც კრიტიკულად მიუდგებიან მთავრობის ნებისმიერ ქმედებას. მაგრამ განსაკუთრებით თემატურ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კრიტიკის გარეშე ნებისმიერი ხელისუფლება გაზულუქდება, გაყოყოჩდება და სიტუაცია კიდე დაჭაობდება, რაც კორუფციული რისკები და ასე შემდეგ, ყოველთვის არსებობს ეს 24 საათიანი პროცესია, ამასთან ბრძოლა, მათ შორის პრევენციული ბრძოლა. გამოჩნდა მოკლედ უფრო დიდი შუქი გვირაბის ბოლოს, ვიდრე მანამდე იყო და მეორე კარგი შედეგი, რაც ექნება ამ პროცესებს, მე ვფიქრობ, რომ 1-2 თვე დასჭირდება დასავლეთის მართვის ცენტრებში ამ ინფორმაციის გაანალიზებას, გადახარშვას და ისინი ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში შეცვლიან ჩვენთან მიდგომას. მანამდე ჩვენთან მიდგომა იყო როგორც ნეოკოლონიალური მიდგომა, როგორც მენტორი შეგირდს ისე გვექცეოდნენ, ჭკუას გვასწავლიდნენ, გვავალებდნენ რაღაცებს, ბულინგის, დაშინების, ზეწოლის მეთოდებით, მაგრამ ეხლა ესენი მიხვდებიან, რომ საჭიროა ახალი პოზიტიური დღის წესრიგით მოსვლა და შემოთავაზება თანამშრომლობის. დაახლოებით ისე როგორც ჩინეთი აკეთებს. ჩინეთი ქვეყნებთან თანამშრომლობს, კრედიტებს თავაზობს, მისაღები პროცენტებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობას, მეგა პროექტებში. თანაბარ უფლებიან პირობებში თანამშრომლობას თავაზობს. დიახ, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ სანაცვლოდ არ გთხოვს, რომ შენ ტრადიციებზე უარი თქვა, შენ ეკლესია დააკნინო, შენ რაღაც პრაიდები ატარო ცენტრალურ უბნებში. და შენ მისი პროტეჟეები დანიშნო რაღაც სახელმწიფო თანამდებობებზე. ამ ყველაფერს ჩინეთი არ გთხოვს და ეს არის სწორედ პოზიტიური დღის წესრიგი. შეერთებულ შტატებში მას თავის პოლიტიკური ინტერესი ექნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ეს ფორმატია. ახლა ეს ფორმატია. ამიტომ უნდა მივიყვანოთ და მივლენ უკვე მიდიან ანალიტიკა, რომელსაც მე ვკითხულობ ამ შეერთებულ შტატებში და ევროპაში ამისკენ მიდის ეს ყველაფერი. ერთადერთი პრობლემა მიმაჩნია, რომ გაიწელება ეს პროცესი ევროპასთან მიმართებით, რატომ? იმიტომ რომ ბრიუსელში არის ჩაბუდებული რადიკალური, ულტრაგლობალისტური, ლიბერალური კამარილია, რომლებიც არიან მარიონეტები სუპერმდიდრების ხელში და აი ეს თუ არ შეიცვლება ბრიუსელთან ჩვენ ურთიერთობები გაგვიფუშტება, მაგრამ სანაცვლოდ რო წავაგოთ ჩვენ და ჩვენ ინტერესები იქნას დაცული, ევროკავშირის ქვეყნებთან ორხრივი ურთიერთობებს უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება და ფოკუსი. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ ავსტრია არის ძალიან კარგი ადგილი, სადაც ავსტრიასთან ჩვენ დაახლოებით ჩვენი მსგავსი ქვეყანაა, მართალია ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, მაგრამ მთაგორიანია, ესეთი ისტორიული მხარეები აქვს, იქ ლოჯისტიკურია, რეგიონისტის ცენტრი. კი ბატონო, განათლებაზე ისა, წარსული, ისტორიული წარსული, სერიოზული. სერიოზული. ხო, ავსტრია ყოველთვის არსებს ქმნიდა ევროპაში და ავსტრო-უნგრეთის იმპერიას, რომლის ცენტრი ვენა იყო, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალურად სერიოზული ძალა. ხო და ჩვენ ხედავთ რომელმაც ორივე სახელმწიფოზე დიდი კვალი დატოვა და არ მხოლოდ ორ სახელმწიფოზე ევროპაზე. კი ბატონო, ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნაწილები იყვნენ თვითონ ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთის ნაწილი, შემდეგ სლოვაკეთი, ჩეხეთი, პოლონეთის ნაწილი, უზარმაზარი ტერიტორია იყო და თუ დავაკვირდებით პროცესებს, ხო? დაახლოებით ეს ქვეყნები, ესე იგი, გამოდიან განსხვავებული პოზიციით, ბრიუსელისგან განსხვავებული. მithumetes ახლა ალბათ ჩეხეთი შეემატება ამ რიცხვს. ეხლა ჩეხეთი სავარაუდოდ შეემატება ბაბიშის გამარჯვების შემდეგ და ამ ძირითადად კათოლიკური მიმართულების ხალხი ცხოვრობს და მათ აქვთ მჭიდრო ურთიერთობა ვატიკანთან, რომის კათოლიკურ ეკლესიასთან, რომელიც ბრიუსელს და ზოგადად ევროკავშირის პროექტს თulis რომ ეს მის წინააღმდეგ და მის ჩასანაცვლებლად არის გაკეთებული, ამიტომ ვატიკანი არის ერთ-ერთი მთავარი ძალის ცენტრი, რომელიც ევროკავშირის პროექტს, კონცეფციას არ მიიჩნევს ლეგიტიმურად და ისინი მხარს უჭერენ აი ავსტრო-უნგრეთის ბირთვის მოძრაობას ბრიუსელის დასაკნინებლად, შესაჩერებლად და არ გამორიცხავდა დასაშლელად. ასეთი ფორმატის ევროპისა?
ევროკავშირის სისტემის. კი ბატონო, კი. იმიტომ რომ ევროკავშირი თავიდან იყო როგორ ფოლადის და ნახშირის, ქვანახშირის კავშირის სამ სახელმწიფოს შორის, რომელსაც მე ბენილუქსი შეუერთდა. ანუ იქ იყო შრომის დანაწილების, კარტელური გარიგების მსგავსი რაღაცა, ფოლადსა და მეტალურგიულ და ენერგეტიკულ საკითხებზე. მაგრამ მე ამას სუპერმდიდრებმა დააშენეს უკვე პოლიტიკური ზედნაშენი. ეხლა უკვე სამხედრო ზედნაშენს აკეთებენ. და სამხედრო ზედნაშენი ეს უკვე მილიტარისტულ ბლოკს ნიშნავს, რაც ბევრი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან ჩემი აზრით მინიმუმ 15-ისთვის ეს მიუღებელია. გასაგებია. ევროკავშირში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით ალბათ საინტერესოა იგივე საფრანგეთის პოლიტიკური დღევანდელი სურათიც, იმიტომ რომ იქაც თუ ასე გაგრძელდა პროცესი როგორც ახლა არის და თუ მაკრონმა ვერ მოახერხა, ასე ვთქვათ, შემოაბრუნოს სათავისოდ პოლიტიკურ პროცესს შეიძლება ძალაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დაინიშნოს და უმრავლესობაში მოვიდნენ უკვე ის კონსერვატიული ძალები, რომლებსაც იქ სერიოზულად ებრძვიან და ეს ჭიდილი გრძელდება. აი ამ კითხვასთან ერთად მის შემადგენელს შევავსებ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პროცესები პრინციპში დაიწყო კონსერვატიული და ლიბერალური ფასეულობების შეჯახების საწყისშივე. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში დიახ ეს კონტურები მკვეთრად იგრძნობოდა, თუნდაც ტრამპის პირველი პრეზიდენტობის სას და მერე და ეს პროცესი ჩვენთან ასე ვთქვათ ამ ყველაფერმა ასახვა პოვა. მერე ჩვენ გავიარეთ ის რაც გავიარეთ და ამასობაში პრეზიდენტი ხდება ტრამპი და ცალსახად ამერიკის სივრცეში ნელ-ნელა უკვე ძლავრობას იწყებს. ეს არ ნიშნავს რომ ბოლომდე გაიმარჯვა, დომინანტობას იწყებს უკვე კონსერვატიული ფასეულობა და გასაგებია ტრამპის ინტერესიც უნდა რომ სწორედ მის ამ პოლიტიკურ გემოვნებაში ჩაჯდეს დასავლეთის მოქმედებაც. სადაც სრულიად სხვა საპირწონე ლიბერალური ფასეულობაა გამეფებული. და ჩვენთანაც ეს არაერკვი გრძელდება და არა მხოლოდ ჩვენთან. ევროკავშირის ან ევროპის ქვეყნების რა საუკეთესო ვარიაციას ხედავთ იმისთვის, რომ ერთის მხრივ ევროპაში შენარჩუნდეს პოლიტიკური სიმძლავრე, იმიტომ რომ რეგიონული ევროპული დომინანტობა კიდე სხვა ღირებულებაა და არ გახდეს მხოლოდ სატელიტი. დიახ, ბევრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების ხარჯზე იყო აქამდე ევროპა და მათი მეტად იყვნენ და ხშირად ამაზე მიუთითებს კიდევაც ტრამპი, რომ ნატოს არსებობის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობისთვის ამერიკა არ უნდა იყოს ყველაზე დიდი დონორი, არამედ თქვენს გაზარდეთ წინდობრივი მონაწილეობა და ეს პროცესი ძალიან ზამთრად მიმდინარეობს, მაგრამ აი ამ სურათის განვითარებას და ზოგადად გლობალური დასავლეთის ერთ პოლიტიკურ უნისონში მოსვლის რა პერსპექტივას და რა დროს ხედავთ? მნიშვნელოვანი არის ევროპული ელიტები თვითონ როგორ იმოქმედებენ, იმიტომ რომ დღეს გვაქვს როგორი სურათი. ერთის მხრივ გვაქვს ეს იდეოლოგიური ბრძოლა კონსერვატიზმსა და ნეოლიბერალიზმის შორის, მაგრამ ეს ამავე დროს ეფუძნება მსოფლიოს მოწყობის ფორმას. რას გულისხმობ, ანუ ვესტფალიის მე-17 საუკუნეში დამტკიცებული ვესტფალიის სისტემას, სადაც ერის სახელმწიფო გამოჩნდა და გახდა ფუნდამენტი საერთაშორისო წესრიგის, აი ამის დეკონსტრუქციას აპირებდნენ პატრიოტული გლობალისტები. ერის სახელმწიფო არ ნიშნავს მხოლოდ რაღაც განცალკევებით სახელმწიფოს, არამედ ნიშნავს იმას, რომ ესე იგი სატიტულო ერი არის წამყვანი ძალა, რელიგია, ეკლესია, რომელიც უზრუნველყოფს ასე ვთქვათ მორალის და ზნეობის საფუძვლებს იმ კონკრეტულ ქვეყანაში, ის არის წამყვანი ძალა, ხო და ოჯახი, რა თქმა უნდა, ოჯახი და ესენი ებრძვიან ახლა ღმერთი ოჯახი სამშობლო ამ სამ ფუნდამენტს, რომელზეც დგას ტრადიციული საზოგადოებები. ტრამპი წინააღმდეგია ერის სახელმწიფოს მოშლის და შესაბამისად წინააღმდეგია ოჯახის როგორც ინსტიტუტის მოშლის და ეკლესიის დაკლინების. აი ეს მსოფლმხედველი რატო უნდა გლობალისტებს ამ ყველაფრის დაშლა პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ მათი დაკვეთით ჩატარდა ათეულობით წლების განმავლობაში კვლევები
როგორი ადამიანი ვერ გაწევს წინააღმდეგობას და როგორი ადამიანი დაეთანხმება ტოტალურ კონტროლს. აღმოჩნდა რომ დაეთანხმება უსამშობლო, ანუ არა პატრიოტული გზნობის გარეშე ადამიანი, უოჯახო და უოჯახებელი და უღმერთო, ანუ ვისაც ათეისტი, ანუ რაღაც ვისაც არ წამს არაფერს. აი ესეთი ადამიანები წინააღმდეგობას ვერ წევს, იმიტომ რომ ეს სამი ცნება ღმერთი ოჯახის სამშობლო. ეს ისეთი რაღაცებია, რომლის გამოც ადამიანს შეუძლია თავი გაწიროს. ამიტომ საჭიროა რომ დროში გაწერილად ეს ცნებები განადგურდეს, ღირებულება აღარ იყოს და მერე დარჩეს რაღაცა ბიომასა, რომელიც რაღაცა iPhone-ი დადის და იმებს ჩიპსებს ჭამს და Coca-Cola სვამს, ანუ უსქესო, უეროვნებო, ურწმუნო რაღაცა ბიოორგანიზმი, რომელსაც რაზეც გინდა დაითანხმებ, თუ ოდნავ შენ შეუქმნე დაფინანსების რაღაცა სტაბილურ წყაროს, რასაც კლავიშები ეძახდა საბაზო ხელფასი. და დღეს სოციალური მოდელი, რომელიც ევროპაშია, ხო? გარკვეულწილად ამის მანიშნებელია, იმიტომ რომ უსაქმურობაში, უმუშევრობაში უხდიან ისეთ ხელფასებს, რომ იმ ადამიანს ურჩევნია, რომ არ იმუშაოს. იგივე ხდება შეერთებულ შტატებში აფროამერიკელებს. იმდენი აქვთ ეს სოციალური დახმარება, რომ არ უღერთ საერთოდ მუშაობენ. ჩვენთანაც შემოიტანეს ეს სოციალური დახმარება 300 ლარიანი, ამის ის არის და ჩვენ იდეა იყო თავიდან, რომ ჩვენ ყავს 645,000 სოციალურად გაჭირვებული, ხო ყარიბი. სიღარიბის მიღმა ცხოვრობენ და სახელმწიფო 300 ლარს აძლევს თვითონ მათგანს. მაგრამ ნუ იდეა რა არის, რომ დაეხმარო, ამოვიდეს სიღარიბიდან და რაღაცა, მაგრამ რეალურად ეს პროექტი მოქმედებს პირიქით. შენ ისინი ყველაფერს შევებიან იმისთვის, რომ არ დაიწყონ მუშაობა, რაღაცა ქონება არ შეიძინონ. ანუ გამოთიშული ყავს ეს ხალხი და გარიყული ყავს ეკონომიკიდან. და შესაბამისად ეგეთი ხალხი დიდხანს ვერ ცოცხლობს, ეგეთია სტატისტიკა. ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება და ასე შემდეგ. გამოთიშული ყავს ესე იგი და გარიყული. პირიქით მოქმედებს და ვინც დაგეგმა, მან იცის რომ ეს პირიქით მოქმედებს და ის ადამიანი უფრო მალე დაასრულებს სიცოცხლეს და ნუ არაფერს არ დატოვებს და ეკონომიკასაც არაფერს არ ქმნის ეკონომიკაშიც. მოკლედ ეს ბრძოლა მიმდინარეობს და საკმაოდ დაუნდობელი ბრძოლაა, ჩვენ ნახეთ ჩარლი კირკი როგორ გაანადგურეს. ეხლა ამერიკაშია უკვე პოპულარული იდეა, რომ ის ვინც დაიჭერეს მკვლელი სნაიპერი, აღმოჩნდა რაღაც გარკვეულწილად ამბობენ, რომ ექსპერტიზა ის ერთ-ერთი ვარიანტით რომ ამ ბიჭის ნასროლ ტყვიას არ შეეძლო ესეთი ჭრილობა მიეყენებია და რაღაცა. ნუ მოკლედ სადაო ხდება ეს ვინც დააპატიმრეს არის თუ არა მკვლელი. როგორც წესი მსგავს გახმაურებულ მკვლელობებზე ასეთი რამ ხდება ხოლმე რა. და როგორც წესი არის ესეთი ამერიკაში გამოთქმა, რამე შეთქმულების თეორია ხო არის ახალიო, იმიტომ რომ ძველი ყველა აღსრულდაო და საინტერესო რო იყოს. ასაგებია. ამასობაში იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან სერიოზული განხილვის უმაღლეს პირველ პირებს შორის განხილვის საგანი ხდება ორგანიზაცია ანტიფა და ანტიფას ჯერ ვიცით რომ ლოკალურ დონეზე მიანიჭეს და ახლა კიდევ საერთაშორისო დონეზე ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი და შემდეგ ჩვენ ფედერალური ბიუროს დირექტორის განცხადებაც მოვისმინეთ, რომ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ორგანიზაციის დამფინანსებლებამდეც მივლენ. ჩვენ მაგალითად გუშინ სტუმარი ყავდა, რომ მას თქვა, რომ ესეც გლობალისტებს, ნეოლიბერალისტებსა თუ კონსერვატორებს შორის ბრძოლის ერთ-ერთი პლატფორმაა, ასე ვთქვათ. თქვენც ასე განიხილავთ ამას? მე ცოტა სხვანაირადაც უყურებ მაგას, კი, ესეც შეიძლება ითქვას, მაგრამ მე ნახეთ, მე თავის დროზე, როცა WikiLeaks-ი ახალი იყო, ჯულიან ასანჟმა როცა გამოაქვეყნა ეს თავისი ცნობილი გაჟონვების, ხო, ელექტრონული წერილები. WikiLeaks-ი მაყურებელს მათ შევახსენებ, რომ ეს იყო სამთავრობო დოკუმენტაცია ამერიკის დიპლომატების და პოლიტიკოსების მიმოწერა, ელექტრონული პოსტის წერილები, მილიონობით, რომელიც გამოქვეყნდა ღია სივრცეში, ჯულიან ასანჟის WikiLeaks-ზე. მან იყო ერთი თურქი ექსპერტის პროფესორის ანალიტიკური სტატია, ვინ არის ჯორჯ სოროსი. მე როგორც გავარკვე, ეს თურქი ანალიტიკოსი მუშაობდა თურქეთის დაზვერვის შეკვეთებს ასრულებდა ანალიტიკური კუთხით.
თურქულ ენაზე იყო, რაღაცა სათარჯიმნო პროგრამით თარგმნე და იქ ეწერა ძალიან საინტერესო რამ, რომ ჯორჯ სოროსი არის როჩილდების ბრიტანული განყოფილების ბრიტანული უჯრედის ესე ვთქვათ ფასადის კაცი და მოურავი მათი ესე იგი ამ აქციებით ვაჭრობაში ეკონომიკური აგენტი როჩილდების ბრიტანელი როჩილდების როჩილდები ხო ხუთად გაიყვნენ და საფრანგეთშიც არიან გერმანიაშიც ავსტრიაში შვეიცარიაშიც ამერიკაშიც და ბევრ ადგილას მაგრამ ავტონომიურად მოქმედებენ მაგრამ კოორდინაცია ერთმანეთში აქვთ და ასევე ეს ანალიტიკოსი თურქი ანალიტიკოსი მეუთითებდა რომ სოროსი და ეს მისი დამკვეთი ლონდონელი როჩილდები ესენი მოქმედებენ ბრიტანეთის დაზვერვის ინტერესებში ეხლა თუ ეს ასია საინტერესო ვერსია თუ ეს ასია მაშინ გამოდის რომ ის კონცეფცია რასაც სოროსი ღია საზოგადოებას უწოდებს ხო და რომელიც ლაბორატორიაშია რეალურად შექმნილი და სინთეზია მარქსიზმის გრამშის თეორიების და კარლ პოპერის ნამუშევარი და ასევე ფრანკფურტის სოციოლოგიური სკოლის წამყვანი პროფესორების ერიხ ფრომის ხორკმაიერის და ლეო შტრაუსის ჩიკაგოს უნივერსიტეტი აი ეს ნაზავი გააკეთეს გამოდის რომ ეს ღია საზოგადოება რომელიც მოწოდებულია იმისთვის რომ ტრადიციული საზოგადოებები დაშალოს ღირებულებები ძველი გააქროს რელიგია გააქროს სამშობლოსცნება გააქროს ოჯახი მოშალოს და ოჯახი არ არსებობდეს ეს არის მათი მიზანი ხო გამოდის რომ ეს არის ბრიტანეთის სადაზვერო თანამეგობრობის ასე ვთქვათ პროექტი კრიპტო იმპერიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც პრინციპში უკვე შექმნილია, მაგრამ მისი გლობალურად გაზრდის შესახებ. და ამისთვის ხელშემშლელი ვინაა? პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერი დაშიფრო და კრიპტო არ ჭირდება, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, ყავს 11 ავიამზიდი, უამრავი ატომური ქობინი, ფლოტი უზარმაზარი და ისეთი ჰეგემონიისთვის ყოველ შემთხვევაში მის ნახევარსფეროში ვერც ეცილება ვერავინ აქეთ ევრაზიაში ახლა გაუჭირდა უკვე აღარ არის ცალსახად ჰეგემონი მაგრამ თავის ნახევარსფეროში ანუ პლანეტის ნახევარზე ალტერნატივაც არ აქვს და შეერთებული შტატები და ტრამპი ამის გამოხატულება რა თქვი და ჩვენ რატო ვითმინოთ ამ სოროსის და რაღაცა კრიპტო იმპერიების და სუპერ მდიდრების ესე იგი ხუშტურები. აგერ ვარ სახელმწიფო ავიღებთ უროს და ჩავარტყავთ ვისაც გვინდა. და ეხლა დაიწყეს გაწმენდა იმის ამ ქსელების სოროსის ქსელის მათ შორის ანტიფაც მაგათი ერთ-ერთი პროდუქტია. ანტიფა ადრე იყო ორგანიზაცია ანტიფაშისტური, მაგრამ ასეთ ორგანიზაციებს სოროსის ქსელი ყიდულობდა ხოლმე და მე თავისთვის იყენებდა. მაგალითად მწვანეთა მოძრაობა მთელ მსოფლიოში. მწვანეთა მოძრაობა თავისით გაკეთდა. ანუ ეკოლოგისტები, ეკოლოგები შეიკრიბნენ, ვისაც უყვარს ბუნება, განსაკუთრები და გაფრთხილება უნდა და შექმნეს ესეთი აქტივისტური ჯგუფები. მაგრამ მე სოროსმა ესენი იყიდა, მაგალითად გერმანიის მწვანეთა პარტია, ეს არის სოროსის პარტია. და გერმანიის მწვანეთა პარტიას კვოტა გერმანიის კოალიციურ მთავრობაში, რომ ყველა საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს მწვანე, ანუ სოროსის კაცი, ქალი. ანალენა ბერბოკი, იოშკა ფიშერი მაგალითად და სხვაები ახლა ყველას გვარი არ მახსოვს. მოკლედ ეს არის დიდი პლანეტარული მასშტაბის ქსელი. სოროსი მაგალითად აფინანსებდა ასევე ამერიკაში პროკურორების არჩევას. ფულს აძლევდა, რომ იქ პროკურორები არჩევით არ უნდაობა საგრაფოების მიხედვით და ოლქების მიხედვით. და როგორც ჩანს, სერიოზულად მიადგა ტრამპი, მაგათ ახლა დაუშლის ამ სტრუქტურებს, რომ გავლენა ამერიკის პოლიტიკაზე აღარ იქონიონ, მაგრამ შიშობ რომ ამერიკას ისე აქვს შეტოპილი ამ პოლარიზაციაში და იმდენი ადამიანი მოწამლეს 68 წლიდან დაწყებული ლიბერალებმა, ულტრალიბერალებმა. რომ დიდი ალიაკოთის გარეშე გაუჭირდებათ მაგათ გამოსვლა. მე ახლა დღეს აი რა მოხდა მინესოტაში, ერთ შტატში შეიყვანეს მეორე შტატის ეროვნული გვარდია. ანუ სხვა შტატის ჯარით წესრიგს ამყარებენ იქ, ხო? ანუ კიდე მოსამართლემ დაბლოკა პროცესი, რაზეც ტრამპის გაბრაზდა. ხო, ამიტომ დიდი ალბათობა იმისა, რომ რეცესია მოხდეს, პოლიტიკური რეცესია, უпроსოდ სეცესია, ზოგიერთმა შტატი
რომელიც გადაბრუნებული ულტრალიბერალია, მაგალითად ორეგონის შტატი, იგივე კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთი. ამათმა იფიქრონ საერთოდ გასვლაზე, ხო? ან ჩრდილოეთის შტატებმა, პენსილვანია, კონექტიკუტი და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი დემოკრატიული ლიბერალური დემოკრატიის პარადიგმაში ტრამპი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამიტომ ან დაიშლებიან და დაშლის ვიბრაციები წავა, ან ფასადურ დემოკრატიაზე უარი უნდა თქვან და ესეთი ძლიერი რკინის ხელით უნდა იმოქმედოს ტრამპმა, ან მან ვინც ტრამპის მერე იქნება, მაგალითად ჯეი-დი ვენსი, თუ 28 წელს ჯეი-დი ვენსი გახდება პრეზიდენტი. პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანია, ასე ვთქვათ რა. მაგრამ მე ისე იმ კითხვას დაუბრუნდები, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური ჩანს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, ალბათ წლების სწორი იქნება, ზოგადად გლობალური დასავლეთი ასე თუ ისე ერთ პოლიტიკურ გზავნილზე შეჯერდება ხოლმე რაღაც პოზიცია იქნებათ შეჯერებული, იმიტომ რომ მათი ერთიანობა და მთლიანობა ეს ჩვენზეც ანარეკლად აისახება. არა, უკვე ერთიანობის პერსპექტივას მე ვერ ხედავ, რატომ? იმიტომ რომ შეერთებული შტატები ხა აშკარად წირავს ევროპას. და თუ ასე გაგრძელდა ჩვენ ამ გლობალური პოლიტიკის რა ტალღას ვღებულობდა რა რეალობაში ვიქნებოდა? ხო, ნახეთ, რეალობა რა არის? აქედან რუსეთი, იქედან შეერთებული შტატები ევროპა ჩააყენეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მათ ცუგ-სვანგის მდგომარეობაში, ანუ კაისვლები აღარ დარჩათ. ამერიკამ საერთოდ შეატოვა და ფულს მთელი ომის ფულს მაგათ ახდევინებს. ენერგეტიკა, რუსული ენერგია აღარ მიაქვთ და ენერგიაც 4-ჯერ გაძვირდა ენერგია, დეინდუსტრიალიზაცია, ვალები აკიდეს უამრავი, მთლიანი შიდა პროდუქტის ხელა ვალი აქვს, რომელსაც მომსახურება ჭირდება ევროკავშირს. ამიტომ დიდ პერსპექტივას მე უკვე ვეღარ ვხედავ ევროკავშირის პროექტში და ზოგადად კანონზომიერება გეოპოლიტიკური, როცა მისი აღმოსავლეთი ნაწილი ძლიერდება, დასავლეთი ნაწილი სუსტდება და პირიქით, როცა აღმოსავლეთი სუსტდება, დასავლეთი ძლიერდება. აი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეგრევე მეორე წელს შეიქმნა ევროკავშირი. ეხლაც დაახლოებით მაგ კანონზომიერებას მაშინ რაღა იქნება საპირწონე თუ ევროპის კონტინენტზე, ასე ვთქვათ, ძლიერი პოლიტიკური დომინანტი გლობალური ძალა სუსტდება ამ ლოგიკით, ამ ეპოქაში აზიის სივრცეში ვინ იქნება მარტო ჩინეთი თუ შანხაის ალიანსი? არა, მე ვფიქრობ, რომ რუსები შექმნიან ამ სლავიანურ რაღაცა უნიას, კავშირს, ბელორუსია, უკრაინის ის ნაწილი, რომელსაც რუსეთი გააკონტროლებს და რუსეთი. ეგრეთ წოდებული ტრისლავიანსკი ერთობა, რომელიც მათთვის საკრალურია, ხო, კიევი ითვლება მთელი ამ რუსული სახელმწიფოების და სამთავროების დედაქალაქად, ხო, და აკურათ. ამიტომ ეს კონცეფციას მიაწვევიან. რატომ? იმიტომ რომ მათ ინტელექტუალურ ნაწილს რუსეთში ვინც საზრუნებს, მიაჩნიათ, რომ ახალი იმპერიის გაკეთება არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან იმპერია იშლება. მეცნიერება გამოითვალეს, რომ ნების საშუალოდ იმპერიის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 250 წელი. ეხლა ზოგი 1000 წელიც ყოფილა, მაგრამ ზოგი 20 წელი არსებობდა. ამიტომ, მაგრამ რო იშლება იმპერია, რუსეთი ღებულობს ისეთ არანორმალურად დიდ დარტყმას, რომ არ უღირთ რა იმპერიის ესა და თანაც ეს არის ბრიტანეთი, რომელიც კუნძულზე და ამანარეკლებს ნაკლებად გრძნობს. კი ბატონო. ამიტომ იმპერიის გაკეთებას ეგენი მოერიდებიან, თუმცა გეოპოლიტიკურ პროცესს თავისი კანონზომიერება და შეიძლება აიძულოს პროცესმა. ეხლა თუ პირობითად თუ ამ უკრაინის ესე იგი ტერიტორიაზე ნატო გინდა თუ არა ჯიუტად გააგრძელებს, რომ არამე უნდა დავაყენო ბაზები და გააგრძელოს ეს პოლიტიკა, ნუ რუსეთი წავა ბოლომდე მაშინ დამკაში. კერსონის ხაზზე რო გადაკეთოს ეს აღმოსავლეთ ევროპის დაბლობი ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში. მაგ სამხედრო სტრატეგიის მიხედვით ეგ არის მთავარი, რომ ეს დაბლობი გადაიკეთოს ხელსაყრელ ადგილებში. სტალინმა გადაკეტა ideალურ ადგილებში. გედერის საზღვარი, კარპატები, ბესარაბია წამოიღო და ჩაკეტა რუმინეთიდან შემოსასვლელი და პოლონეთის მეშვეობით და გედერის მეშვეობით საერთოდ ჩაკეტა ყველაზე ვიწრო ადგილას ეს დაბლობის შემოსასვლელი აღმოსავლეთ ევროპის ველის მთავარ პლატოზე. მაგრამ მე მინიმუმ ალბათ დნეპრის ხაზი იქნება რუსებისთვის მინიმალურად მისაღები, თავდაცვითი ზღუდე. და ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროვოცირება არ არის საჭირო.
ანუ სხვას არ უნდა მივცეთ ჩვენ გამოვაყენებიოთ ჩვენი ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ რაღაცა მუქარების და უსაფრთხოების საფრთხეების შესაქმნელად. ეს არ უნდა დაუშვათ, რასაც ეს ხელისუფლება ახერხებს ხოთაშორის. იმიტომ რომ მაგალითად შევარდნაძის დროს, როდესაც ჩეჩნეთის სეპარატისტულ მოძრაობას ებრძოდა და რუსეთი, საქართველოსთან შედიოდა იქ ცოცხალი ძალაც, იარაღიც, ტყვია-წამალიც. ისე როგორც ჰუმანიტარული კორიდორიც იყო და აქეთაც გამოდიოდა. აქეთაც გამოდიოდნენ დაჭრილები, ლაზარეთი იყო იქ, პანკესის ხეობა, მთელი ამბები. ხო და ეს რატო კეთდებოდა? იმიტომ რომ აფხაზეთის ბუმერანგი დაუბრუნა შევარდნაძემ. აფხაზეთში ისინი ხო დაეხმარნენ, მაგრამ ასე ჯიბრზე თუ ავყევით, და ჩვენ გავქრებით, საერთოდ გავქრებით. ახლა 32 ჩვენ სადაც ვზივართ, აქედან 32 კილომეტრში დგას რუსის ტანკი. ახალგორის რაიონში. ამიტომ ფუჭი რიტორიკა და აგრესიული რიტორიკა ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ უნდა გავუფრთხილოთ ჩვენ სახელმწიფოებრებას, რომელიც რუსეთმა თუ მოინდომა 2-3 კვირაში დაასრულებს და 2008 წელმა ეს გვაჩვენა, ხო? და ჩინეთი ამ შემთხვევაში ამ კონსტრუქციაში? ჩინეთი კულტურულ ექსპანსიას საერთოდ არ განიხილავს როგორც თავისი ექსპანსიის ნაწილად და ეს უკვე კარგია. ჩინეთი მხოლოდ ეკონომიკურ განზომილებაში მუშაობს და თუ საქართველოს სახელმწიფო ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დახვდება გამართული ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოზიციით, ჩინეთთან ურთიერთობა ურთიერთსასარგებლოა. ახლა მე მესმის ამერიკელების ყოველშორის მაგას გვეუბნებიან და გვეკიჟინებენ, რომ აი ნახეთ იქ ჩინეთმა აფრიკაში ვალები აკიდა ისა მოგრევადიანი და დაბალი კრედიტები და მე იმათ მაინც ვერ გადაიხადეს და სტრატეგიული ობიექტები მათ შეერჩათ. კი ბატონო, რატო ვერ გადაიხადეს? იმიტომ რომ კორუმპირებულმა მთავრობამ ის კრედიტები მოიპარა. აფრიკაში. ეგ ისედაც იცოდა იგივე ჩინეთმაც ალბათ რომ ასე იქნება. ხო, რა თქმა უნდა ასე იცოდა. ამიტომ მაგის რისკების გაწევა საქართველოს შემთხვევაში ჩინეთთან მარტო არა, სხვასთან ნებისმიერთან არ შეიძლება. და ჩვენ უნდა შევეცადოთ ისეთი კრედიტები ავიღოთ, რომელიც ანკეს გაგიკეთებს შენს და არა თევს. ანუ ანკესი და თევზი თუ არის, ანკესი უნდა ერჩიო. ეს იგივე შემთხვევაა, რომ ადამიანს რომელსაც უჭირს ყოველ ჯერზე ფინანსურად კი არ უნდა დაეხმარო იმით, რომ მან სამუშაო სივრცე იპოვოს და ფული თავად გამოიმუშავოს. დიდებული გამოთქმული აზრია. დიახ. ასაგებია, მადლობა. ამასობაში სამწუხაროდ დამოიწურა ჩვენი დრო. ფაქტია, რომ რაღაცა ტექტონიკური ძვრები გრძელდება გეოპოლიტიკური და ამ ეპოქაში ვართ, მაგრამ ეს ჩინელების გამოთქმა გარდაქმნების ეპოქაში გეცხოვროს რაღაცა. ჩვენ უკვე მერამდენეთ ვართ და რაღაცა რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ხო, ისტორიას თავისი გზები აქვს, თავისი სპირალი აქვს და თავის კვასტოვებს. მაგრამ მაინც ჩვენ ვართ ეხლა მართებულ ვექტორზე. უნდა გავძლოთ დაახლოებით 28-30 წლამდე და შემდეგ უკვე ახალი საერთაშორისო წესრიგში საქართველოს ძალიან ღირსეული ადგილი ექნება. მადლობა.